ქალბატონ მარიკა, მე მიღებთ? მოდი ჩემო კახა. როგორ ბრძანდებით? გამახარეთ ძალიან. მე ძალიან გამახარეთ და დიდი მადლობა. ორმაგი მადლობა, რომ თქვენ სივრცეში მიმასპინძლეთ. თქვენ იმ ხელოვანთა რიცხვს მეკუთვნებით, მე ვიცი, ცოტა შეხებაც გქონდა, რომ დეტალებში ხართ ყველაფერს ჩართული, აბსოლუტურად. სულ ესე. მე ვაკეთებ ფაქტიურად საღამოებს. ჩემს საღამოებს ყოველთვის მე ვაკეთებ. რეჟისურასაც არც ერთ სიმღერას არ წერ იმის იმედით, რომ მოყვება რაღაც. მე წერება და წერ. რა რეაქცია გააქვთ, როცა დავუშვათ ისმენ თქვენ სიმღერას გათანამედროვებულს. ან დავუშვათ შეიძლება არც კითხეს და ისე იმღერეს. ვერ მიბედავენ. აი ძალიანაც კარგი. ქალბატონ მარიკა, როდის წერთ ხოლმე მუსიკას? მე როიალთან ვჭდები სამუშაოდ. პირველს ვიწერ და ღმერთო შთამაგონი აუცილებლად ვიტყვი. და როცა ვლოცულობ ჩემი პეტერაის კუთხემებს. როცა ვლოცულობ იქ ყოველთვის მევედრები უფალს. ჯერ ყველაფერზე და მე ღმერთო შთამაგონი. შენი შთაგონება არ მომაკლო. ამოშობთ რომ აშკარად ღმერთი თქვენ ამ კუთხითაც გეხმარება. და აქვე თაგისვამთ კითხოს, მე ვიცი თქვენი ძალიან თბილი, ძალიან კარგი დამოკიდებულება ჩვენს პატრიარქთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. როგორც ყველასთვის განმეორებელი თბილი, მიდიხარ როგორც აი საკუთარ მამასთან, საკუთარ არ ვიცი, ჩემთვის ღმერთად ქცეული პიროვნება იყო. უფრო დიდი ტკივილი მშობლისთვის, შვილი და შვილი. რა მოგცათ აი ეს ძალა, აი ეს რწმენა, განაგრძეთ და ბევრთვის იგეცეთ მაგალითად. სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე და დიდმა სიყვარულმა მათ მიმართ. დამაყენა ფეხს. არ უნდა გაქთელოს მწუხარება. ღირსებით უნდა შევხვდე მწუხარებასაც და არ უნდა შეურაცხო შენი გარდაცვლილი.